მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ток-შოუს კახეთის საათი, მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება თელავის თემის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი, რომელიც ჩვენს და მაყურებლის შეკითხვებს უპასუხებს. თელავის რაიონის მოსახლეობა შეუძლია იაქტიუროს ჩვენი სტუდიის პირდაპირ ეთერის ნომერზე 0322 თავად დაუსვას შეკითხვა თელავის გამგებელს ალექსანდრე შათირიშვილს და მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვები საკუთარ რაიონში არსებულ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. მიმდინარე წელს შევაჯამებთ სწორედ თელავის გამგებელთან რამდენიმე წუთში, მანამდე მოკლე ახალი ამბები ვნახოთ საინფორმაციო გამოშვებაში. თქვენ კახეთის საათს უყურებთ, მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო კორძაძემ დაასრულა ახმეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლის ვაჟა ხიზანიშვილის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა. ხიზანიშვილი ითხოვდა გამგეობაში ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას, რის საფუძველზეც მას უარი ეთქვა სამსახურში მოღვაწეობაზე, ხოლო კონკურსში გამარჯვებულად სხვა პირი გამოცხადდა. კონკურსის ჩატარებამდე ვაჟა ხიზანიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურში მუშაობდა მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად. გამგეობაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მოხელეთა კონკურსი 2014 წლის დეკემბერსა და 2015 წლის იანვარში ჩატარდა. საბოლოოდ საკონკურსო კომისიამ ვაჟა ხიზანიშვილის მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ პოზიციაზე გამარჯვებულად გამოაცხადა კონკურსანტი, რომელსაც არც საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება გააჩნდა და არც შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია. სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ გასაუბრების პროცესი და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. სასამართლომ ბათილად ცნო საკონკურსო საატესტაციო კომისიის შემაჯამებელი დასკვნა, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. ამასთან იმავე კომისიას დაევალა გასაუბრების ხელახლა ჩატარება და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. თელავის სოფლებში დახმარებას მრავალშვილიანი ოჯახები, უსახლკაროები და ომის ინვალიდები, არასრულწლოვანი შვილები მიიღებენ. თელავის მუნიციპალიტეტი ჯამში 50 ლარიან 80 პაკეტს ამზადებს სოციალურად დაუცველ და უკიდურესად გაჭირებულ ოჯახებს. ქალაქის მერიაც დაეხმარება, თუმცა ვერ აკონკრეტებენ რა თანხას გამოყოფენ ამისთვის და რამდენი ადამიანი მიიღებს საჩუქარს ქალაქ თელავში. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სასაჩუქრე პაკეტებს ლტოლვილები, მრავალშვილიანი ოჯახები, დღის ცენტრის და მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები მიიღებენ, ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ლარი დაიხარჯება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლო ნობათს 18 წლამდე 90 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დაურიგებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას აღნიშნული ღონისძიებისთვის 20000 ლარი აქვს გათვალისწინებული. ამ თანხით საახალწლო ნობათს მოამზადებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, დევნილებისთვის, 100 წელს გადაცილებული პირებისა და სოფელში მცხოვრები უკიდურესად გაჭირებული ოჯახებისთვის, ასეთი კი გურჯაანში 250 ადამიანია. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა მრავალშვილიან დედებს ფულად თანხას გადასცემს, რისთვისაც ბიუჯეტში 12000 ლარია გამოყოფილი. თვითმმართველობისგან სასაჩუქრე პაკეტს დღის ცენტრის 250 პენსიონერი მიიღებს, საახალწლო ნობათი სარდნოების სახლის და სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს გადაეცემათ. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად 10000 ლარი გამოყო. ამ თანხით სოციალური სახლის ბენეფიციარები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები და უდედმამო ბავშვები, ასევე უკიდურესად გაჭირებული ოჯახების სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა კი საახალწლო ნობათს 520 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცემს, რისთვისაც საგარეჯოში 14000 ლარი არის გამოყოფილი. დედოფლის წყაროს გამგეობა ამ საკითხზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
კახეთში სხვადასხვა ეკლესიების ძარცვის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ბიჭი ქურდობის ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა მამაკაცი ყვარელში რუსთაველის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ყვარლის დედათა მონასტრის გაქურდვას ცდილობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5 დეკემბერს ღამით ლაგოდეხში მდებარე ყაზანის სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც 450 ლარი და $20 წაიღო. 9 დეკემბერს განმეორებით გაქურდა ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესია და 30 ლარს დაეუფლა. იმავე ღამით გაქურდა ლაგოდეხში მდებარე სამების ეკლესია და 80 ლარი მოიპარა. 13 დეკემბერს მანვე დააზიანა ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესიის კარები, ეკლესიაში შეაღწია და მესამეც ცადა ქურდობა, თუმცა თანხის არარსებობის გამო განზრახვა ვერ განახორციელა. 15 დეკემბერს მამაკაცმა უკვე გურჯაანში მდებარე სამების სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 150 ლარს. ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე თქმით, პოლიციამ 2 შესაწირი 5 ხელთათმანები, მოპარული ნივთის ნაწილი და ხელსაწყო, რომლითაც ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყენებდა, ნივთმტკიცებად ამოიღო და დამნაშავედ ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 11 წლის ბიჭზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა, სანაცვლოდ კი ბავშვს 5 ლარი გადაუხადა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 128 მუხლით არის აღძრული. რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ექსპერტიზაა დანიშნული. ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი სულიერად დაავადებულია და რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის სახლში იმყოფებოდა. თანასოფლელების თქმით, ხშირად აგრესიულად იქცეოდა და ამჟღავნებდა მანიაკალურ თვისებებს. 17 წლის გოგონა დაიღუპა კახეთში. მიზეზი წინასწარი ინფორმაციით წყლის გამაცხელებლის ტექნიკური გაუმართავობაა. შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლახში მოხდა. ის ოჯახის წევრებმა დაღუპული აბაზანაში იპოვეს, ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მომხდარზე გამოძიებას გურჯაანის რაიონული პოლიცია აწარმოებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თელავში ორ გზაჯვარედინზე მოძრაობა შუქნიშნებით დარეგულირდება. ამის შესახებ თელავის მერიაში აცხადებენ დავით აღმაშენებლის, კავკასიონის გამზირის და ვარდოშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ასევე დავით აღმაშენებლის ქუჩების და ალაზნის გამზირის გადაკვეთაზე მოძრაობა ამიერიდან შუქნიშნებით დარეგულირდება. აღნიშნულ გზაჯვარედინებზე რეგულაციის არარსებობის გამო წლების განმავლობაში ქვეითად მოსიარულეს გადაადგილებისას გარკვეული დისკომფორტი ექმნებოდა, რაც ამ ეტაპზე მოხსნილია სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. თელავში მასწავლებლის სახლი აშენდება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბელის განცხადებით, სახლი კახეთის რეგიონის მასწავლებლებს პროფესიული განვითარების მიმართულებითი მუშაობს და ორგანიზებას გაუწევს გრძელვადიან და მოკლევადიან ტრენინგებს, სემინარებს, კონცეფციებს და სხვა ღონისძიებებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე დამტკიცებულია კონცეფციალური მოდელი, რომლის მიხედვით ქალაქში მასწავლებლების სახლი შეიქმნება. აქამდე კახეთის მასწავლებლებს ტრენინგებზე, სემინარებზე და კონცეფციებზე სხვა სახის შეხვედრებზე თბილისში სიარული უწევდათ. მასწავლებლის სახლის აშენებით კი კახეთის რეგიონის ყველა სკოლის პედაგოგს ეს პრობლემა მოეხსნება, აცხადებს გიორგი მაჩაბელი. შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის სახლის ამოქმედება კახეთის რეგიონის გარდა გურიაში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთშიც იგეგმება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდა. სიღნაღის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის პირველივე მოსმენით დაამტკიცა. განხილვას 24 დეპუტატი ესწრებოდა და ბიუჯეტი 17 ხმით დაამტკიცეს. 2016 წლის
ბიუჯეტის განხილვას საჯარო მოხელეთა გარდა არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 5.842.000 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით სოციალური პაკეტი 10.000 ლარით გაიზარდა და 520.000 ლარი შეადგინა. 2016 წლის პრიორიტეტები სასმელი წყლის მოწესრიგება, გზების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია იქნება. 31 დეკემბრის ღამეს და 1 იანვარს კახეთში თოვლია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით ახმეტაში, თელავში, გურჯაანსა და სიღნაღში 31 დეკემბერს დღისით და ღამით მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ახმეტასა და გურჯაანში დღე-ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, თელავში დღისით 4, ღამით კი 3 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში კი ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, ღამით -1 იქნება. დაუბერას დასავლეთის ქარი. თოვლჭყაპი თოვაში გადავა 1 იანვარს, ახმეტასა და გურჯაანში ჰაერის ტემპერატურა დღისით 8, ღამით 3 გრადუსი იქნება. ითოვებს თელავსა და სიღნაღშიც ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +2, 7 გრადუსი სითბოს ფარგლებში, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. წინა საახალწლო დღეებს რაც შეეხება 29-30 დეკემბერი კახეთში უნალექოდ ჩაივლის. და ბოლოს გაგაცნობთ ღონისძიებებს, რომლებიც დღეს იმართება. 29 დეკემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ქალაქ წნორში პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. საახალწლო ღონისძიებას ნიკა ხაჩიძე, ოთო ფოლადაშვილი წაიყვანენ, ხოლო კონცერტში მონაწილეობენ ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნინო ძოწენიძე, გვანცა ზაქარეიშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, ვაჟა მანია, დათუნა მგელაძე და მერაბ ვარდაშავსანიძე. კონცერტი დაიწყება წნორში 16 საათზე, ხოლო ასევე დღეს არის დედოფლის წყაროში უკვე 18 საათზე ცენტრალურ ნაძვისხესთან გალა კონცერტი, სადაც 5 ცნობილი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას, სიღნაღში კი 10. ასე რომ სურვილებს შეგიძლიათ მიბრძანდეთ. ასეთი იყო ახალი ამბები, მოკლედ დაგველოდეთ თელავის გამგებელთან ერთად ბრუნდებით ეთერში. თქვენ კახეთის საათს უყურებთ, მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ და როგორც დაგპირდით, ჩვენი სტუდიის სტუმარია თელავის თემის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი, რომელიც ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს, ასევე მაყურებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს პირდაპირ ეთერში ნომერზე 03223885 თელავთან დაკავშირებულ, მის სოფლებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გამგებელი უპასუხებს თქვენს შეკითხვებს, ასე რომ მიაქტიურეთ, ღია ეთერში ვართ, მუშაობს ჩვენი ცხელი ხაზი, ტელეფონის ნომერი 03223885 და ველოდებით თქვენს ზარებს. შუადღემშვიდობის ბატონო ალექსანდრე, დიდი მადლობა სტუდიაში რომ გვესტუმრეთ. პირველ რიგში დავიწყოთ ბიუჯეტით. ყველა რაიონმა დაამტკიცა უკვე ბიუჯეტები. თელავმაც თუ მიიღო ბიუჯეტი და ციფრებში როგორ განისაზღვრა? მოგესალმებით ბატონო ილია, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, საქართველოს გაძლიერების და გაერთიანების წელი ყოფილიყოს ვისურვებდი. რაც შეეხება ბიუჯეტს, დამტკიცებულია ბიუჯეტი დავამტკიცეთ ჩვენ 25 დეკემბერს 6.850.000 ლარია. ამ ეტაპზე ეს ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენ ნაშთი გადაყვება 2015 წლის დაახლოებით, დაზუსტება ეგ სადღაც იანვრის შუა რიცხვებში, მაგრამ დაახლოებით ვარაუდობთ 600.000-დან 700.000 ლარამდე დაემატება კიდევ. ასე რომ შანშარდთან შედარებით 350.000 ლარით უკვე ზედმეტია დამტკიცებული ბიუჯეტი და როგორც გითხარით, მიემატება 600-დან 700.000 ლარამდე. ანუ სადღაც მილიონით მეტი გვექნება 2015 წელთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტი. რაც შეეხება განსხვავებებზე მინდა ვისაუბროთ უფრო მოსახლეობისთვის გასაგებ მარტივ ენაზე, წლევანდელისგან განსხვავებით რა მიმართულებით იზრდება დაფინანსება? ძირითადად ყველაზე თვალშისაცემი და ხელშესახებია საბავშვო ბაღებისთვის დამატებული თანხა, ეს არის 300.000 ლარზე მეტი.
ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ორი ახალი ბაღი გაკეთდა სოფელ კუნდღელაურში და სოფელ შალაურში, ხსნით ახალ ბაღს სოფელ ნაფარეულში და არსებულ ბაღებშიც საგრძნობლად მოიმატა ბავშვების რაოდენობა. ამიტომ აუცილებელი გახდა ამ თანხის დამატება. იზრდება 30,000 ლარით დაახლოებით სოციალური დახმარების მუხლი. გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელიც შაშანი იყო დაახლოებით 400,000-მდე წელს, გაცილებით მეტი იქნება, როცა დავაზუსტებთ ბიუჯეტს, ამასაც ზუსტად მაშინ მოგახსენებთ. ძირითადად აი ეს პუნქტები, რომელიც იზრდება. სახელმწიფო ფონდი მინდა გითხრათ, რომ არ გაზრდილა, რჩება იგივე რაც იყო 2015 წელს. და დანარჩენი როგორც გითხარით, ძირითადად საბავშვო ბაღი, ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური მუხლი. აი ეს აი პროექტებზე გადანაწილდება ის თანხა, რომელიც ზედმეტობაა შაშანთან შედარებით. დიახ, 0322388105-ია ჩვენი ტელეფონი, თელავის გამგებელი პასუხობს ჩვენს შეკითხვებს და თელავის სოფლების მაცხოვრებლებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ღია ეთერში, თავად დაუსვათ შეკითხვა თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე. წლის ბოლოა, ბოლოჯერ გადის კახეთის საათი ეთერში და მინდა ანგარიშის სახე გქონდეს ერთგვარად ჩვენ საუბარს და მთლიანად წელი შევაფასოთ. რამდენად იყო წარმატებული თელავის თემისთვის 2015 წელი? მე მინდა გითხრათ, რომ სოფლებში ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხდა, იყო ისეთი მდგომარეობა, რომ რამოდენიმე ბაღში ელექტროენერგიაც კი არ იყო შეყვანილი და რაიმეს გაკეთებაზე ლაპარაკი ზედმეტია. გეგონებოდათ ახალი ომგადატანილი სოფლებში არაფერი ახალი რო არ ხდებოდა და არაფერი ყველაფერი გაძარცული გაპარტახებული იყო. აიმან რომ იმ პროცესმა რომ თელავის მერია, ქალაქი, ცალკე მუნიციპალიტეტი გახდა და სოფლები ცალკე მუნიციპალიტეტი მოგვცე იმის საშუალება რომ მთლიანად გადავთულიყავით სოფლებზე. და მინდა გითხრათ რომ უკვე ხელშესახები მიღწევები გვაქვს და სოფელში იგრძნობა ის. შემდეგ გავაგრძელოთ დეტალურად ზარი შემოვიდა, გისმენთ ეთერში ხარ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ილია. გისმენთ. მივესალმები, მე ვარ თელავის რაიონიდან, სოფელ ბუშეთიდან. დიახ. ბუშეთიდან ვარ, ბატონო ალექსანდრე. ენაცვალი, ვერ გიცნობ, ვერ მაგრამ ერთი აი გამაგებინეთ გასო, ტურბა მაქვს, გაზიბინდა შევიყვანო. და სოჩიქში, მარტო სოჩიქში მთხოვეთ რომ დამიყენო 380 ლარს. მაიტა დამეხმარეთ გასო, ჩამოგზარდი ბატონო ალექსანდრე. აი ბუშეთში თქო ცენტრში კუბადა და დიმიტრი ვარ. ხო და ერთი აი დავხედეთ რა გვაქვს კაცო სახლი და ჩამოვლეული გაურემონტებელი და 380-დან როგორ გადავიხადო მარტო სოჩიქში და პოციო დამეწენონ პრობა ჩემია გენაცვალე აი ჩამოვზანდი ალექსანდრე მე ოცნების კაცი ვარ თავის ბოლომდე გესაგულები კიდევ ვესაყვანელების ხელოსება და ერთი დამეხმარეთ აი ნახე მოდი რა კუპატაძე დიმიტრი ხო? აი გზისთვის ვთხოვობ და ერთი მაიტა ერთი დემეხმარე რაღაცით რა შეშარამა მადლობა ზარისთვის 0 მადლობთ ზარისთვის 0322388105-ია ჩვენი ტელეფონი თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თელავის გამგებელს შეკითხვა დაუსვათ ვუპასუხოთ ბატონო ალექსანდრე ზოგადად ამ სოფელზე რა შეგიძლიათ უთხრათ ამ მსმენელს და გაზიფიცირებაზეც განვარცოთ სხვა სოფლებთან ზოგადად გაზიფიცირება თითქმის დამთავრებულია დარჩენილია რამოდენიმე სოფელი სადაც გაზი არ არის შეყვანილი ერთი არის თერწყლები რომელიც საკმაოდ მოშორებულია ქალაქის ცენტრიდან და ალბათ რამოდენიმე წელი დასჭირდება დანარჩენი გაღმა ზონაზე მიდის ახლა მუშაობა სანიორის შეყვანილია ართანა ნაფშაველი დარჩენილი და ლალისყური ალბათ მომოვაწეს უკვე დამთავრდება იქ და აი ეს პრობლემა რაც ბრძანა ჩვენმა მაყურებელმა არის ნამდვილად იმიტომ რომ საკმაოდ მუნიციპალიტეტი არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტი არ განსაზღვრავს კერძო კომპანია ეს ვისოლია თელავში ვინც ფლობელია გაზის კომპანიის და საკმაოდ ძვირიჯდება, მაგრამ ნუ არის განვადებებს აკეთებენ და მე ჩავალ და ვნახავ ამ კაცს დავილაპარაკები რაღაცით შეიძლება რომ რაღაც შეღავათი გაუწიონ იმ ხრივ რომ გადაუვადონ და ეტაპობრივად გადაახტევენ. ბატონმა უკვე მეორედ დარეკა ერთგული მაყურებელია ამავე პრობლემით მეორედ დარეკა და კარგია რომ თქვენი სტუმრობისას მოახერხა დაკავშირება. ზოგადად რამდენად არის პრობლემები ერთია რომ შედის სოფელში ბუნებრივი აირი, მაგრამ აი როგორც ჩანს პრობლემაა მის გადახდასთან დაკავშირებით არის ამგვარი პრეტენზიები?
როგორც მოგახსენეთ, საკმაოდ ძვირიჯდება კი 400-დან 700 ლარამდე გააჩნია რამანძილია შესაყვანი, მაგრამ უკეთებენ განვადებას, მოსახლეობას და ეტაპობრივად იხდიან ამ გადასახადს. რაც შეეხება იმ შენობებს, რომელიც ჩვენ ბანასია, საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, ჩვენი ადმინისტრაციული ერთეულის შენობები, იქ ყველგან შევიყვანეთ ჩვენ გაზი, წელს ალბათ გათბობას ვერა, მაგრამ სამზარეულოების საბავშვო ბაღებს გაზი უკვე აქვთ, ბუნებრივი არის და მომავალი წლიდან ვფიქრობთ, რომ შეშა საერთოდ გამოურიცხოთ შეშით გათბობა ჩვენ შენობებში და მთლიანად ბუნებრივი არის გათბობაზე გადავიყვანოთ საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები და ჩვენი ადმინისტრაციული ერთეულები. დიახ, 0322 388-105-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ თელავის გამგებელი მერაბ ალექსანდრე შათირიშვილი პასუხობს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო ალექსანდრე, თქვენ ახლა ახსენეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს რეფორმა ჩატარდა, თელავი გაიყო, გამოიყო ქალაქი და სოფლები. ამ დღევანდელი გადასახედიდან თავიდან იყო რაღაც სირთულეებიც ალბათ და როგორ მოერგო ეს მოდელი და დღევანდელი გადასახედი და როგორ შეაფასებთ ამ რეფორმას? ხო, მაგას დავიწყე საუბარი და მინდა გითხრათ, რომ ესე იგი რეგ პროექტებიდან გამოყოფილი ქონდა 2.800.000 ლარი, რომელიც მთლიანად მოხმარდა რა თქმა უნდა სოფლებს. ვიყიდეთ ჩვენ ნაგვის ურნები, ვიყიდეთ ნაგვის მანქანები, გარეგანათების სანათები, ახალი ეგრეთ წოდებული LED სანათები, რომელიც ცენტრალურ გზაზე დავაყენეთ და მთლიანად განათებულია ცენტრალური ქუჩები. ნაგავი გადის დაახლოებით 17 სოფლიდან უკვე. ასევე ხუთ სოფელში საპილოტე პროგრამა გვაქვს, დავაკეთებთ ნაგვის სეპარირებას, ანუ 3 ნაგვის ურნა დგა ერთად და ქაღალდი, პლასტმასი და ჩვეულებრივი ნარჩენები იყრება სხვადასხვა ურნებში, ეს დავიწყეთ სულ ერთი კვირის წინ და აი ეს სიახლეები გვაქვს სოფლად. დიახ, მე გავაგრძელოთ, კიდევ ზარი შემოვიდა ბატონ ალექსანდრე, გისმენთ? ალო. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ყველას. აქედან განსხვავებული საკითხი მაქვს რაღაცა ერთი პერიოდის სიტყვას გეტყვით სულ. ყველაფერი რაც ჩვენ თავზე გვაქვს, ხო? გადავხედოთ გამსახურდიაში, გამსახურდიას პარლამენტი ხო ხალხის არჩეული პარლამენტი. შემდეგ ხო? შემდეგ რაც ამოვიდა შემოვლდა დანარჩენი პარლამენტი, ხო ესე შემოკარგებო. ერთი არის ყველა. და ერთ მიზანს ემსახურება საქართველოს განადგურება. დიდი მადლობა ზარისთვის, მადლობთ და მინდა გთხოვოთ, რომ თემასთან დაკავშირებით დავრეკოთ, არ შეიძლება თემას უცვლიდეთ გადაცემას და ისეთ სტუმართან შემოდიოდეს ისეთი ზარები, რაც მას არ ეხება. თელავის გამგებელი ამჯერად ჩვენი სტუმარი და თელაველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 0322 388-105. როგორც მოგახსენეთ 2.800.000 და კიდევ ზარი შემოვიდა ბატონ ალექსანდრე, გისმენთ? გამარჯობა. გისმენთ ეთერში ხარ? მოგესალმებით შაურის საბავშვო ბაღიდან. დიახ, გისმენთ. პირველ რიგში გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. ჩვენც გილოცავთ. მინდა კოლექტივის სახელით და აგრეთვე მშობლების სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ალექსანდრეს იმ დიდი სიკეთისთვის, რომელიც ჩვენ სოფელს გაუკეთეთ. საბავშვო ბაღი 20 წელი არ გქონდა და ახლა სოფელი გაცოცხლდა. დაასაქმდა 13-14 თანამშრომელი. მშობლებს აღარ უწევთ შორს ქალაქში ბავშვების წაყვანა და აქვე ძალიან თანამედროვე კარგი შენობა გაგვიკეთეს. დიახ, კიდევ მომავალი თაობა არასოდეს დაივიწყეთ თქვენ სამաքს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა ზარისთვის 0322 388-105-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი. როგორც გითხარით, ერთ-ერთი სოფელი იყო შალაური, მეორე კურდღელაური, სადაც უკვე ათეულობის წლები არ არსებობდა საბავშვო ბაღი და დახავდათ ქალაქში და ძალიან უჭირდათ მშობლებს. აი ხა საკმაოდ კარგი ბაღი გამოვიდა ერთიც, მეორეც ნაფარეულში ვაკეთებთ ახლა ახალ საბავშვო ბაღს და ფშაველში დავიწყებ შენებლობა, რომელიც 2016 წლის ბოლოს დასრულდება ალბათ. რაც შეეხება ამ რეგ პროექტებს, 2 მილიონი. მინდა დავაკონკრეტო ბაღებთან დაკავშირებით, ყველა მუნიციპალიტეტში რაც უფასო გახდა ბაღები, იყო შემთხვევები, რომ გასამაგდა ბავშვთა ოდენობა. რამდენად გაიზარდა თელავში? 900-დან 1300 ბავშვამდე გაიზარდა აი მე წელიწადნახევრის განმავლობაში.
და ეს აისახება ალბათ პერსონალის ზრდაზეც და ჯგუფების დამატებაზეც. კი, ჯგუფები დავამატეთ გახანგრძლივებული, იმიტომ რომ იყო მოთხოვნა სოფლებში 6 საათამდე ემუშავა საბავშვო ბაღებს, მოგეხსენებათ სოფელში სამუშაოებია ვენახში თუ მინდვრად და მშობლები იძულებულნი იყვნენ 4 საათზე მიეტოვებინათ ბავშვის წასაყვანად მოსული იყვნენ და ძალიან ბევრ სოფელში თითქმის ყველგან რამოდენიმე პატარა სოფელია დარჩენილი, სადაც გახანგრძლივებული არ აქვს, დანარჩენგან დავამატეთ გახანგრძლივებული ჯგუფები 6 საათამდე. ყვება თუ გაუმჯობესდა ბოლო ხანს საბავშვო ბაღებში? ყვება კი გავაკეთეთ, ეგ იყო რაღაც ისეთი პროდუქტები, მაგალითად თევზი იყო, რომელსაც არა და აუცილებელი იყო, რომ თევზი უნდა მიიღოს ბავშვმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თევზს არ სჭამდნენ ბავშვები და უბრალოდ ვერ სჭამდნენ. ამოვიღეთ ის თევზი და რაღაც ჩავანაცვლეთ ხორცით, კი, და კმაყოფილები არიან ბავშვები ამით. თქვენ რეგფონდებზე ვიდრე გადახვალთ, აი კონკრეტულად მინდა გკითხოთ, მაინც ეს თელავის გაყოფა, ეს რეფორმა რამდენად წარმატებულად ჩანს მთლიანობაში და შემდეგ კონკრეტულად გითხარით უკვე. აი მე გეტყვით, როცა ერთად იყო ქალაქი და სოფლები, მაშინ მთლიანი ბიუჯეტის სადღაც 80% იხარჯებოდა ქალაქზე, იმიტომ რომ ქალაქს მოგეხსენებათ მეტი მოთხოვნილება აქვს, მეტი ინფრასტრუქტურა აქვს და მთლიანად თანხის როგორც მოგახსენეთ 80% იხარჯებოდა ქალაქზე. ამიტომ სოფლები რაღაცნაირად იყო უგულებელ ყოფილი და ეხლა რაც შემოდის თანხა მთლიანად ხმარდება სოფელს და წეგანაც მოგახსენეთ რომ გაივლით სოფლად, ეტყობა რომ იქ განათება არის, წყალია სოფლად, ასფალტი სადაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მოასფალტება ყველა სოფელში დასრულებულია, სოფლამდე მისასვლელი გზები. ერთადერთი დარჩენილი გვაქვს ლაფანყური, რომელიც 2016 წელს ზის ბიუჯეტში სადღაც 5 კილომეტრიანი გზა უნდა მოასფალტდეს და ამით დამთავრდება სოფლებამდე მისასვლელი გზების მოასფალტება. წყლები თითქმის ყველა სოფელში ერთადერთი იყალთოში გვაქვს პრობლემა წყალზე და ესეც ჩასმული გვაქვს 2016 წლის ბიუჯეტში 120.000 ლარია გამოყოფილი. იქაც დასრულდება წყლის მომარაგება. ნაგვის ურნები, როგორც გითხარით, 17 სოფელში არის უკვე, დარჩენილია 5 სოფელი, გაღმა-ზონის სოფლები, რომელიც სადღაც სექტემბრიდან იქაც დავალაგებთ ურნებს და მოწესრიგდება ის ათეული წლების კი რაც არსებობს სოფლები, მას შემდეგ რო არ გასულა ნაგავი და იყრებოდა ხევებში და სოფლის მიმდებარედ, აი ეს პრობლემაც მოგვარდება. და თქვენ ხა ახსენეთ სხვადასხვა პროექტები, მაგრამ და ის რომ სოფელმა იხეირა და იგრძნო ის რომ გაიყო თელავი, მაგრამ რა სირთულეები ახლდა ამ რეფორმას დასაწყისში, როდესაც თქვათ მოხდა მთელი სისტემის გაყოფა? Ну, თავიდან მოხდა ქონების გაყოფა პირველ რიგში შენობის, თელავის მუნიციპალიტეტის შენობის, სადაც განთავსებულია ასევე გუბერნია, ქალაქის მერია და თელავის მუნიციპალიტეტის შენობა გაიყო, ქონებაც გაიყო და არაფერი შეიქმნა 2014 წლის 2 აგვისტოდან ფაქტიურად შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები, როგორც თელავის, ქალაქ თელავის, ისე თელავის თემის. ასე რომ პრობლემები არ ქონია, ის თანხები რაც იყო ნაშთი დარჩენილი, ისიც გაიყო და ახალი ბიუჯეტი გავაკეთეთ 2015 წლის, 2014 წლის დეკემბრისთვის ქონდა უკვე ახალი ბიუჯეტი და მინდა გითხრათ, რომ სადღაც ორივე ერთად რაც იყო გაერთიანებული, თელავის ბიუჯეტი რაც იყო, როცა ერთიანი იყო, ეხლა რომ შევაჯამოთ თელავი ქალაქის და ჩვენი ბიუჯეტი არის გაორმაგებული. დიახ. 0322238885 ჩვენი ტელეფონის ნომერი, თელავის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილია ჩვენი გადაცემის სტუმარი და შეუძლია თელავის მაცხოვრებლებს დაგვიკავშირდნენ პირდაპირ ეთერში ნომერზე 0322238885. ღია ეთერში ვართ, 20 წუთი გვაქვს წინ და შეგიძლიათ თქვენთვის ასურველი საკითხები გამგებელს მიაწოდოთ. მე მინდა გითხრათ, ბატონო, პროექტების გარდა ამ 2.800.000-ის გარდა გვაქვს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ჩვენ სადაც სოფელი თვითონ ირჩევს მოსახლეობის მიხედვით არის გამოყოფილი თანხა და თვითონ ირჩევს პრიორიტეტს, ანუ საერთო კრებაზე მიიღება გადაწყვეტილება თუ რაში უნდა დაიხარჯოს ამ კუთხით. მინდა გითხრათ, რომ რაოდენობის ზრდა არის თანდათან, იმდენივე მთელი სოფელი მიიღებს მონაწილეობას, ვერ გეტყვით, მაგრამ ვინც დაინტერესებულია და ვინც ჩართულია სოფლის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, ის ხალხი მოდის და იღებს სოფლებზე შეგიძლიათ გითხრათ წელს რა გაკეთდა, მაგალითად სოფლის პროგრამის ფარგლებში. აი, გეტყვით სოფლის პროგრამის ფარგლებში. და 911.000 ლარი იყო სულ გამოყოფილი. აკურაში გაკეთდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 41.548 ლარი. ვანთაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 27.000 ლარი.
ბუშეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 28000 ლარი, ქვემო ხოდაშენი სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია 20000, კიდევ ქვემო ხოდაშენი ჭაბულღილის გაწმენდა 6000 ლარი და ხოდაშენში ისევ საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია 7000 ლარი. წინანდალი კულტურის სახლის რეაბილიტაცია 12000 ლარი, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 24000 ლარი, მინი სტადიონის რეაბილიტაცია 20000 ლარი, კონდოლი სპორტული ინვენტარის შეძენა 22000 ლარი, ადმინისტრაციული ოთახის რეაბილიტაცია 4500 ლარი. ზარი შემოვიდა, შემდეგ განვაგრძოთ. გისმენთ, გამარჯობა. დიახ. გისმენთ. ბრძანეთ. ბატონო ალექსანდრე, მე ვარ მერი მარგარიტაშვილი. შეკითხვა არაფერი მაქვს, მაგრამ მინდა უღრმესი მადლობა მოგიხადოთ ჩემი ოჯახის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისა. მადლობ ძალისთვის. 0322388105-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. თელავის გამგებელი პასუხობს ჩვენს შეკითხვებს. განვაგრძოთ ბატონო ალექსანდრე. ხო ასე რომ ყველა სოფელში, ნუ ეხლა ჩამოხდა ძალიან დიდი სია ეს, მაგრამ ყველა ძირითადი გითხარით რა სახის უფრო მეტი ძირითადად საბავშვო ბაღებზე, კულტურის სახლებზე და სასმელ წყალზე, აი ამ სამ პრიორიტეტზე იყო და მინი სტადიონი იყო რამოდენიმეგან და სპორტული ინვენტარი შეძენა, ანუ ტრენაჟორები. სასმელ წყალზე რას უკავშირდება, თქვათ, გრაფიკი გაუმჯობესდა თუ დაზიანებ, ნუ სოფლის პროგრამით არ არის იმხელა თანხები, რომ ჭაბულღილი გავაკეთოთ ან ახალი წყალსადენი, მაგრამ შიდა ქსელების რეაბილიტაცია, ანუ დაზიანებული ქსელი სამოცლა რამდენიმე ქუჩაზე. რა კი წყალს შევეხეთ, თქვათ, რა სურათია სოფლებში წყალმომარაგების კუთხით? წყალმომარაგება გაუმჯობესდა სოფლებში, მაგრამ ძირითადი პრობლემა რაც რჩება და მარტო თელავის პრობლემა არ არის, ეს არის წყლის ხარისხი, იმიტომ რომ წყლის ხარისხს ვერ ვაღწევთ ჩვენ იმას, რომ წყალი იყოს იდეალური და სასმელად მთლიანად ვარგისი. მოგეხსენებათ, არ ხდება დაქლორვა, ქალაქებში, ქალაქ თელავს ემსახურება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც ხარჯავს მილიონებს იმისთვის, რომ მიაწოდოს ქალაქს სუფთა წყალი. თუმცა სოფლებს არა გვაქვს კი ეგ ჩვენ მაგას უნდა ინფრასტრუქტურა უნდა გაკეთდეს, საკლორატოროები უნდა მოეწყოს ლაბორატორია, იქ უნდა იყოს რამოდენიმე ადამიანი, რომელიც დაქლორავს და დღეში რამოდენიმეჯერ შემოწოდება ქლორის რაოდენობა წყალში, ასე რომ ანუ თელავის სოფლებში წყალმომარაგების კომპანია არ ოპერირებს. არა. კარგით, კიდევ ერთი ზარია, გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. შეკითხვა არ მაქვს, მე წინდა მადლობა მოუხადო ბატონ ალექსანდრეს. ჩემ ოჯახში ვართ 5 სული პენსიონერები და ერთი მუშაობდა, რომელსაც თვალების პრობლემა ჰქონდა და სრულად დაგვიფინანსა ოპერაცია. თქვენ საიდან რეკავთ, ხალბატონო? გულგულიდან. ვერ გავიგე? გულგულა. გულგულაში წყალი თუ მოგეწოდებათ, რა სიტუაცია? ძალიან კარგი მდგომარეობა, წელს ახალი ჯააკეთის ასე ვთქვათ, გზაც შეკეთებულია. გრაფიკით გაქვს წყალი თუ როგორ? გრაფიკით მაქვს, მაგრამ გაუმჯობესებული გრაფიკით. ყოველ შემთხვევაში რომ 3 დღე არ გქონდა და ეხლა ყოველ მეორე დღეს გვაქვს 2 უბნათავად გაყოფილი და თითოეულ უბანს. მაგრამ თანდათან უმჯობესდება უფრო. სოფელში არის რამე ისეთი პრობლემა, რაც მომავალ წელს შეიძლება რომ გამგეობა მოაგვაროს. ახლა პრობლემა ალბათ ყოველთვის იქნება სოფელში, ამდენი წლები არაფერი არ გაკეთებულა, მაგრამ ამჟამად გაკეთდა წყალიც, ტენიც და სოფელში მისასვლელი და თვითონ სოფლის გზა. დიდი მადლობა. 03223885-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი. თელავის რაიონზე ვსაუბრობთ ამ ეტაპზე. თელავის გამგებელია ჩვენი სტუმარი ალექსანდრე შათირიშვილი. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ცოტა დრო რჩება და იაქტიურეთ 03223885 ჩვენი სტუდიის ტელეფონი. განვაგრძოთ ბატონო ალექსანდრე. ხო, გულგულაში ერთი ჭაბურღილი იყო მთლიან სოფელს, ერთი ჭაბურღილი ამარაგებდა, დავამატეთ მეორე, საკმაოდ კარგი დებეტი მოგცა, კარგი შედეგი მოგცა. 24 საათიანი მომარაგებისგან ჯერ ძალიან შორს ვართ და სანამ არ გამრიცხველიანდება, ალბათ 24 საათიან წყალზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება, იმიტომ რომ ძალიან უყაირათოდ მოვიხმართ სოფელში წყალს, მე სოფელში ვცხოვრობ და ვიცი რომ როცა ადამიანს უხმება იქ პამიდორია თუ სხვა რაიმე მოსავალი, აუცილებლად რწყავს იმას და ჯერჯერობით ამ და სხვაზე აღარ ფიქრობენ. კიდევ ერთი ზარია, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ. ალო. დიახ,
გისმენთ. მე გახლავარ სოფელ ართანიდან, თელავის რაიონიდან. დიახ. და მაქვს ასეთი კითხვა. სოფელ ართანაში GBS-მა ჩაყარა იყიდა ეს ადგილები და ჩაყარა ვაზი. დიახ. ამ ადგილებში გადიოდა სარწყავი არხები, რომელიც სოფლის გარკვეულ ნაწილს ჭირდება სიმინდის მოსაწყავად, ვენახის მოსაწყავად. ეს ყველაფერი იცოდა გამგესა ბრიგადირებმა, ვინც ხელმძღვანელობ წინასწარ სანამ ჩაყრინეს. მაგრამ რეაგირება არაფერი არ მოხდა ამაზე. ჩვენ ნახეთ გამგებელი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის და ჯერჯერობით ამჟამად უკვე ჩაყრილია იმ ადგილში, სადაც ეს სარწყავი არხები გადიოდა. ის ძალიან აქვს ხოთო, ვის მიმართოთ და როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება. კონკრეტულად რა იზარალა ამით თქვენ ან სოფელმა, რო გითხრათ? სოფელმა იზარალა ის, რომ სარწყავი არხი გადაიკეტა და ჩვენ არა გვაქვს იმის საშუალება, რომ მოვწყათ ადგილები. დაახლოებით რამდენი ოჯახი სარგებლობს? 80 ჰექტარი დაახლოებით 30-40 ოჯახი ამ წყლით. დიახ, მადლობა ზარისთვის 03223885-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონი. თუ ფლობთ ინფორმაციას ამ ფაქტზე. გუშინ იყვნენ კი ქალბატონო, თქვენ გეტყვით, ჩემი წარმომადგენელი თქვენ სოფლად ბესო და თქვენი დეპუტატი სესე იყვნენ ჩემთან მოსულები, მაგ საკითხთან დაკავშირებით. ეგ მიწა არის გაყიდული 1997 წელს, ნაყიდი აქვს GVS ღვინის ქარხანას, რომელმაც დაიწყო გაშენება წელს ვენახის. ამიტომ ეგენი ამბობენ ველაპარაკე მაგათ ხელმძღვანელს, ეგენი ამბობენ რომ იმ ადგილას არანაირი არხი არ გადიოდა, იყო თვითნაკეთი ხელით გაჭრილი რო, ასე ვთქვათ, საიდანაც იწყვებოდა დაახლოებით როგორც მითხეს 80 ჰექტარი ადგილი. და ამის გულისთვის რომ ეხლა ამათ გამოყონეს, სადღაც 2 ჰექტარს ვყარგავთო და ამაზე არ წავლენ ეგენი რომ თავიანთ ნაკვეთში ისევ დატოვონ ის რაღაცა, მით უმეტეს უკვე გააშენეს. ანუ უნებართოდ და ისე კუსტარულად დამზადებული. კი, არაოფიციალური არხი უნდა იყო ხალხისგან გაკეთებული, მაგრამ შევთანხმდით ჩვენ რომ მეც მუნიციპალიტეტიც დაეხმარება, თვითონ GVS-მაც გამოთქვა სურვილი რომ ჩვენს ტექნიკით და თუ სხვა რაიმე სასწრაფით დავეხმარებით, იქნებ შემოვლითი. კი, მე გავალ იქ ვნახავ და რაღაც შემოვლითი შეიძლება გაკეთდეს სხვა არხი ალტერნატიული. კარგია რომ ეს კერძო კომპანიები ასეთ მზაობას გამოხატავენ ხოლმე. თქვათ, რამდენად აქტიურობთ ზოგადად აი ბევრმა დაასახელა სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები, რამდენად ხშირად გიწევთ? მოსახლეობასთან გვიწევს შეხვედრები, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მაგრამ სოფლად დღესასწაული თითქმის ყველა სოფელშია, სადაც მივდივარ და ხვდები მოსახლეობას, სპორტულ ღონისძიებებს ვატარებთ, სხვადასხვა ჭიდაობა იქნება თუ ფეხბურთი იქნება თუ კლავჭიდის, აი ამ ღონისძიებებზეც მაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან, ბიუჯეტის განხილვის დროს, წლიური ანგარიშის ჩაბარების დროს და თვითონ მოსახლეობაც მოდის, ძალიან ბევრი მიღების დღე მაქვს ორშაბათი და დილიდან საღამომდე უამრავი ადამიანი მოდის თავიანთი პრობლემებით. ვცდილობ რომ ყველას გავუმართოთ ხელი, ძალიან უჭირს მოსახლეობას, მინდა გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ წელს მარტო ყურძნიდან 21 მილიონამდე შემოვიდა ჩვენ სოფლებში, თელავის მუნიციპალიტეტში 21 მილიონი. კიდევ ერთი ზარი შემოვიდა, გისმენთ? გამარჯობა. გისმენთ, დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ. მე აი უსმენთ თქვენს გადაცემას და ყოველთვის აი ვცდილობდი რომ შემოსულიყავი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხები და როგორღაც მოვახერხე და აი ახლა ძალიან კარგია და მისასალმებელია, რასაც ბატონი ლაპარაკობს, მაგრამ მე თეცხაროს რაიონის მაცხოვრებელი ვარ. ბანტიანი სოფელი არის ასეთი, წყნეთის ზემოთ, სამადლოს ზემოთ რო ამან. ხო და ორჯერ ისა რა ქვია დაფინანსებული იყო წყლისისა და მე ახლა არ ეს წინამთავრობის დროსაც და მითო მილები ჩაყარეს რაღაცები შეიჭამა, არც ხალი მოდის, არც არაფერი. ორჯერ მოვიდნენ, გადათხარეთ, გადმოთხარეთ. რომელი სოფელი თქვით? თეთრი წყაროს რაიონის სოფელი პანტიანი. ხო და აი ეს ახალი მთავრობა რომ მოვიდა, ქალდაგიანია თუ რაღაცა საკრებულოს ის ორბეთის საკრებულოს ეკუთვნის და ბავშვებს იფიცებდნენ რომ ჩვენო ყველაფერს გავაკეთებთ, ის რა ქვია თანხაც მოძიებულია ყველაფერიო და
ავერაფერს ვერ აკეთებენ ტენდერიო ისა რა ქვია ვერ ჩავატარეთ თუ არ ჩატარეთ თუ თანხარი რა ტენდერი ვერ ჩაატარეს რა ისა მადლობა იმედია რომ გვისმენენ თეთრი წყაროს ხელმძღვანელი პირები და მივა მათყურამდე თქვენი გასაჭირი მოგაქცევენ ყურადღებას ჩვენ კი ჩვენი სტუმარია ვერ გაგცემთ პასუხს თელავის გამგებელია და არ ფლობს ალბათ ინფორმაციას ამის შესახებ ჩვენ განვაგრძოთ საუბარი თქვათ მოსახლეობასთან შეხვედრებზე საუბრობდით ორშაბათის გარდა სხვა დროსაც ახერხებენ თქვენთან შემოსვლას თუ კი აუცილებლად მოდიამ რომ ოფიციალური დღე მიღების დღე ორშაბათი მაქვს მაგრამ სხვა დღესაც როცა მოვა სოფლიდან მოსულ ადამიანს უკან არავის არ გავაბრუნებ ნამდვილად თუ ისეთი ძალიან რაღაც დაკავებული არა ვარ შეიძლება მიიღოს ჩემ მოადგილემ თორე ყველას ვიღებ უსმენ ველაპარაკები და რიც შემიძლია ვეხმარები აი ამ სოფლის პროგრამაზე როგორც გითხარით 911 ლარი იყო გამოყოფილი მთლიანად ავითვისეთ და ამის გარდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მქონდა 388,000 ლარი რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ანუ სადღაც 4,100,000 ლარი მოხმარდა სოფლად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეს მინდა გითხრათ რომ ბოლო წლების თუ შევადარებთ ამდენი ფული სოფლად არ დახარჯულა და მინდა გითხრათ რომ მომავალ წელს 2016 წელს უფრო მეტი დაიხარჯება და უფრო მეტად დაეტყობა სოფლებს. ამის გარდა შენდება მუნიციპალური განვითარებული ფონდის მიერ იყალთოში წინა გადაცემაშიც გითხარით მე მგონი ქვევრის სახლი რომელიც 3 მილიონ ლარამდე ჯდება და ეს იქნება უნიკალური ქვევრის სკოლა იქნება სადაც მომავალ თაობას ასწავლიან ქვევრის დამზადებას და ასევე გამოუშვებენ ქვევს რომელსაც ექნება კომერციული დანიშნულება. ვადებში როგორ არის ეს 2016 წლის ზაფხულში უნდა დამთავრდეს. კეთდება იყალთოს აკადემიის მიმდებარედ დაწყებული იყო 2012-ში და ყოველგვარი პროექტის გარეშე შემშენებლობა ეხლა დაიწყო იქ ესეც დამთავრდება იქ იქნება სავაჭრო ობიექტი შუამთაში კეთდება ძალიან დიდი პროექტი იქ შუამთის მონასტრის ასახვევში ასევე შენდება დიდი ორსართულიანი შენობა სადაც სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოვიყენებთ იბურღება წყალი კეთდება ტუალეტები შუამთაში მინდა გითხრათ რომ ტურისტები რომ მოდიოდნენ იყო რაღაც ისეთი სიტუაცია რომ ელემენტარულად ძველი წერტილები არ იყო გაკეთდა რამოდენიმე კერძო კომპანიამ გააკეთეს ღვინის ქარხნები და შატოები სადაც სახელმწიფო დაეხმარა იმით რომ ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაეხმარა მაგალითად შალაურში გაკეთდა მისასვლელი გზა ამ ღვინის ქარხნამდე არის კიდევ ერთი შენდება სოფელ წინანდალში რედისონი სასტუმრო რომელთანაც არის მოლაპარაკება ეხლა მუნიციპალური განვითარების ფონდთან რომ უნდა გაუკეთოს მისასვლელი გზა აქამდე კილომეტრი და 100 მეტრია როგორც მახსოვს აი ეს გზა უნდა გაკეთდეს ეს რედისონი ალბათ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება მაგრამ თქვათ ამის ვადები და ინვესტიცია როგორ განისაზღვრება კერძო კომპანია აკეთებს მაგას და ვერ ჩაეტივნენ ვადებში მე რომ მოვედი ახლა ერთი წლით გავუგრძელე კიდე უნდა დამთავრებულიყო აქამდე მაგრამ ერთი წლით სასტუმრო იგულისხმება სასტუმროა კი წინანდალში ჩვენ ვაპირებთ ასევე 900,000 ლარიანი სპორტული კომპლექსი უნდა ავაშენოთ სადაც იქნება ჭიდაობის დარბაზი და წინა კვირას ყავდა ბატონი კახიაშვილი ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი მოუნახეთ სოფელ სანიურეში შენობა სადაც უნდა გაკეთდეს ძალოსნობის კომპლექსი ასე ვთქვათ ჩვენ შენობით უზრუნველყოფ და დანარჩენი ოლიმპიური სტანდარტების ინსტრუმენტებს შტანგებს მოგვაწვია 0322388105-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი 5 წუთი გრჩება წეღან რთველზე დავიწყეთ და ზარმა აღარ დაგვაცა და ტკივნეული იყო არ იყო შარშანდელივით წარმატებული წელი თუმცა თქვენ ამბობთ რომ გარკვეული მილიონები შემოვიდა თელავში უფრო კონკრეტული მაგალითებით რო გითხრათ როგორ შეაფასებთ წლევანდელ რთველს თელავში ნუ შარშანელთან შედარებით დაბალი ფასი იყო ყველამ ვიცით შარშან შემოვიდა 32 მილიონი არნახული თანხა იყო ეს და არნახულად მაღალი ფასი იყო უპრეცედენტო შემთხვევა იყო ესეთი ფასი არ ყოფილა ყურძენზე არასოდეს რამაც განაპირობა ის რომ ღვინომასალები საკმაოდ თვითღირებულება მეტი ქონდა და ვერ გაიტანეს ჩვენმა მეღვინეებმა და იმანაც შეუწყო ხელი რომ ნუ მეზობლებთან ურთიერთობა მოგვეხსენებათ როგორ იყო
ამიტომ წელს ყურძნის ფასი არ იყო ისეთი მაღალი, თუმცა მიუხედავად ამის ასე თუ ისე მოსახლეობა მაინც მოახერხა ჩააბარა ყურძენი და მოგება დარჩა იმდენი არა რაც გასულ წელს, მაგრამ არც ისე იყო რომ როგორც გამოაცხადეს ზოგიერთმა ტელევიზიამ ვენახები გაიჩეხა და აჩეხეს ვენახები, ესე არ ყოფილა. ვენახს უulis ისევ კახელი გლეხი მომავლის იმედით, იმის იმედით, რომ ალბათ და მეც იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს შედარებით უფრო მეტი ფასი ექნება ყურძენს. დიახ, აი წლევანდელ წელს კახეთის სხვა რაიონებში იყო შემთხვევები, რომ მასობრივად გლეხმა დაიწყო ახალი ვენახების გაშენება, ვაზის ჩაყრა. თელავში ამ კუთხით თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად აქტიურია და დაახლოებით ციფრები? მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად მუშაობენ მენამყენეები, რომლებსაც გამოჰყავთ ვაზის ნამყენი. და იყიდება ძალიან ბევრი ვიცი რომ თითქმის ყველა სოფელში აქტიურად მუშაობენ და იყიდება. თუმცა დათვლილი არ აქვს გამგეობას რამდენი ახალი ვენახი გაშენდა. მე ზუსტად ვერ გეტყვით მაგას სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღისხავს, მაგრამ უბრალოდ რომ გადახედავ და გაივლის ადამიანი ეტყობა და ჩანს რომ რამდენი ახალი ვენახი შენდება. კარგით, 2 წუთი გვაქვს და მომავალი წლის გეგმები დაახლოებით მაინც რომ თქვათ მომავალ წელს გვინდა როგორც გითხარით რომ წყლის პრობლემა ყველა სოფელში მოგვარდეს, დარჩენილია ერთ-ერთი იყალთო, სადაც გავაკეთებთ ჭაბურღილს. უნდა გავაკეთოთ იმ სოფლებში, სადაც წყლის პრობლემა მოგვარდა და შიდა გაყვანილობას გაკეთებულია, ვწვდებთ მოასფალტებას შიდა გზების, უკვე ეს თვალშისაცემი იქნება, იმიტომ რომ გაივლის მოსახლეობა და ასფალტი ეხლა რაც კეთდება მიწისქვეშ ინფრასტრუქტურა არ ჩანს თვალით და თითქოს არ არის გაკეთებული, მაგრამ როდესაც მოასფალტება და მოეწყო კეთილმოწყობა მოხდება იმ სოფლებში, უკვე უცხო თვალი შენიშნავს და დაინახავს ამას. ასევე მინდა გითხრათ, რომ როგორც გითხარით, საბავშვო ბაღებში და ჩვენ ადმინისტრაციულ ერთეულებში ყველგან შეყვანილია გაზი და შეშას საერთოდ ამოვიღებთ და გამოვრიცხავთ, ეს ალბათ ეკოლოგიისთვისაც კარგი იქნება და ბავშვებისთვისაც რომ ნორმალური გათბობა ექნებათ ხარისხს. სოციალურად დაუცველთათვის წელს თუ მოხერხდა შეშით დახმარება ანაია შეშას ვერ ყიდულობდით ჩვენ, მაგრამ ფულადი თანხით 100 ლარს ვაძლევდით სოციალურად. დაახლოებით რამდენი ოჯახია ამგვარი? ვინც მოგმართა თითქმის და ვინცაც რეკომენდაცია გაუწია სოფლის წარმომადგენელმა, ყველას მივეცით 100 ლარამდე. დაახლოებით ხო და არ გაქვთ ციფრი რა რამდენი ოჯახმა ისარგებლა ამგვარი? არა, ეხლა ეგ ინფორმაცია არ მაქვს ნამდვილად. და დიდი მადლობა თელავის გამგებელი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ბოლოს რამდენიმე წუთით კიდევ შეგიძლიათ მიულოცოთ და დაგემშვიდობებით. მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ჩვენს მოსახლეობას ნამდვილი ახალი წელი. იმ სურვილების ასრულების წელი ყოფილიყო, სასურველების და ოცნებებიც გექნებათ ახალი წლის ღამეს, სიკეთის, ჯანმრთელობის, ბედნიერების გამრავლების წელი ყოფილიყოს და იმედი მაქვს რომ ასეც იქნება. ერთად თუ ვიდგებით, ერთად თუ ვიქნებით და ყველა ჩვენ საქმეს გავაკეთებთ იმ ადგილას, სადაც ვართ, იმედი მექნება რომ ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება და ყველა ვიცხოვრებთ ერთლიან ძლიერ ქვეყანაში. დიდი მადლობა. თელავის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. თქვენ თოქ-შოუ კახეთის საათს უყურებდით. შეგახსენებთ რომ დღეს 4 საათზე ქალაქ წნორში არის საახალწლო ღონისძიება, ხოლო 6 საათზე დედოფლის წყაროს ცენტრალურ მოედანზე, ასე რომ მსურველებს შეგიძლიათ მიბრძანდეთ. წლის ბოლო გადაცემა მეც დაგემშვიდობებით კახეთის სახელით ყველა კახელს და მთელ საქართველოს მოგილოცავთ დამდეგ შობას და ახალ წელს ბედნიერებას, ხვავს და ბარაქას გისურვებთ მომავალ წელს წარმატებული წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის და კლავაც მინდა მომავალ წელს გთხოვოთ ერთგულება, უერთგულეთ ჩვენს არხს, ჩვენს გადაცემას ახალი ძალებით დაგიბრუნდებით 3 იანვარს უკვე კურიოზებით, საახალწლო კურიოზებით და საახალწლო განწყობით. დიდი მადლობა რომ გიყურებთ და ენდობით ობიექტივს. მე ილია მარტყოფლიშვილი ვარ.